რამდენიმე წამის წინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების მისამართით ისევ გამოიყენეს ცრემსადენი გაზი და ამის შემდგომ იქ მყოფ ადამიანებს მოუწიათ პერიმეტრის დატოვება. ეხლა ჩვენ თითქმის ბარათაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. აქ მას შემდეგ გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა, რაც კიდევ ერთხელ გამოიყენეს სპეცრაზმელებმა ცრემსადენი გაზი აქციის მონაწილეების მისამართით. სულ ცოტა ხნის წინ ასევე კიდევ ერთი ბარიკადები აღმართეს აქ მყოფმა მოქალაქეებმა იმისათვის, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ვერ შეძლონ აქ მოახლოება, თუმცა ამის მიუხედავად ეხლა ტაქტიკა სწორედ ასეთი აქვთ არჩეული სპეცრაზმელებს, რომ ჯერ ცრემსადენი გაზით დაშალონ აქციის მონაწილეები და შემდგომ უკვე ცოტა ხნის წინ როგორც გიყვებოდით მარბენალები, რომლებიც ყავთ ამ ტერიტორიაზე, გაეკიდონ მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა და ასე მოხდეს ამ ადამიანების დაკავება. გავესაუბრებით აქ მყოფ ადამიანებს, ძირითად შემთხვევაში აქ ახლა მე სადაც ვიმყოფობი არიან სულ ახალგაზრდები, უნდა აღინიშნოს ის, რომ რა თქმა უნდა ალბათ ამ ადამიანებს არ სურთ სატელევიზიოთ საუბარი, რადგან შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწორედ მედიის მეშვეობით ახდენენ იდენტიფიცირებას. ერთ-ერთი მოქალაქე არის აქ ნიკო ვაჩვენოთ, რომელიც სწორედ ასეთ ამ ფორმით გადაადგილდება ამ ტერიტორიაზე, როგორც ჩანს აქეთ ამ მხარესაც გადმოვიდნენ სპეცრაზმელები, რადგან ცრემსადენი გაზი ისევ აქ დავარდა იმ სიახლოვეს, სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, როგორც გითხარით, ბარათაშვილის მოედანზე ვართ ეხლა ჩვენ, სწორედ ეს არის ლოკაცია, სადაც გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ რაც ცრემსადენი გაზი გამოიყენეს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, თუმცა აქაც ისევ ისვრიან შესაბამის კაფსულებს იმისათვის, რომ დაშალონ მოქალაქეები და თქვენ ხედავთ, რომ ეხლა ძირითადი ნაწილი გადმოვიდა სწორედ ამ ლოკაციაზე. მე შევეცდები გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც რა თქმა უნდა უფრო მეტს გვეტყვიან დღევანდელ პროტესტზე, როგორია მათი პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამოკიდებულებაზე, როგორ გონიათ თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი და რა აქვთ მათ სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა დგანან რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ სხვადასხვა მეთოდებით. მითხარით პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენეს ცრემსადენი გაზი თქვენს წინააღმდეგ. აი როგორია თქვენი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით? აპირებთ თუ არა დაშლას, ან როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესები? დაშლას არ ვაპირებ, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ და ხო სროლას განაგრძობენ და რა ვიცი, აქაც ხალხი აქციის მონაწილეები ცდილობენ რომ ჩააქრონ და მაქსიმალურად შემართებითავართ რაღაც ბარიკადებს ამზადებენ და ყველაფერი რა ბრძოლა იქნება ბოლომდე, რა ვიცი, როგორც შეგვიძლია ისე მივაწვევით ჩვენ. არ ვაპირებ მოკლედ თანებებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, სწორედ ასეთი შემართებები აქვთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც არაერთი დაშინების, შანტაჟისა და იმ უკანონო ქმედებების, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ადამიანების მისამართით, ამის მიუხედავად ამბობენ, რომ უნდა იბრძოლონ ბოლომდე, რადგან აქ მყოფი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ ქუჩაში ბრძოლა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. გაჩვენებთ კიდევ ერთხელ კაცს, რომ მოქალაქეებმა ეხლა გადმოინაცვლეს კიდევ ერთ ქუჩაზე, არ ვიცი რომელი ქუჩაა ეს, სწორედ აქ ხა არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რადგან აქ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ გამოჩენილან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სულ ცოტა ხანში აქ ისევ ვიხილოთ ჩვენ გევა გელაძის უწყების თანამშრომლები. მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარალელურად ქართული ოცნების ლიდერები აკეთებდნენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ არ შეკრებილიყვნენ ქუჩაში მოქალაქეები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ამ ადამიანების დაკავება, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები ვერ შეაშინა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა და დგანან ისევ ქუჩაში იმისათვის, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის.